განათლების შემდეგ ოლიგარქის პარტიამ ჯანდაცვის რეფორმაც დააანონსა. ირაკლი ყობახიძე აცხადებს, რომ გეგმა 2036 წლის ჩათვლით გაიწერება. მისივე თქმით, საშუალო ვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურების ის ხარისხი მიიღონ, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი მაგალითად თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში. რას მოიცავს ოცნების რეფორმა ჯანდაცვის სისტემაში? ნინი ბალანჩივაძე მუშაობს ამ თემაზე. დიახ, კონკრეტულად უცნობი არის ჯერჯერობით რას მოიცავს ოცნების მიერ დაანონსებული მორიგი რეფორმა. ჩვენ ერთადერთი განცხადება მოვისმინეთ ირაკლი ყობახიძის მხრიდან სამთავრობო მედიის ეთერში, რომ იქნება 11 წლიანი გეგმა და 2026 წლისთვის მზად იქნება უკვე ყველაფერი იმისათვის, რომ შესაბამისი რეფორმები განხორციელდეს. სწორედ ამ მიმართულებით 11 წელი იქნება ამისთვის საჭირო. ყობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ არადამაკმაყოფილებელი არის ხარისხი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ საზღვარგარეთ მკურნალობის მიღება და შესაბამისად ამ მიმართულებით სისტემური რეფორმები არის საჭირო, თუმცა როგორი იქნება, რა შინაარსის იქნება ეს რეფორმა და იქნება თუ არა იმის მსგავსი, რაც უკვე ჩვენ ვნახეთ, გულისხმობ განათლების რეფორმას, რომელიც შეფასდა როგორც დეფორმად განათლების ექსპერტების მხრიდან და მექანიზმად, რეპრესიულ მექანიზმად ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვესაუბრეთ ექიმებს, სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს და ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ განსაკუთრებული მოლოდინი არც ამ მიმართულებით აქვს, როდესაც 11 წლიანი გეგმის გაწერას აპირებს ახლა ქართული ოცნება და ირაკლი ყობახიძის გუნდი. ისინი ამბობენ, რომ ესეც სავარაუდოდ რეპრესიულ მექანიზმად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ექიმების მისამართით, მათ შორის კერძო დაწესებულებების მისამართით და ამბობენ იმას, რომ ეს იქნება რეპრესიები მათ შორის იმ ექიმების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დგანან ქვეყნის მთავარ გამზირზე და აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სხვა მეტ დეტალთან დაკავშირებით ისინი ვერ საუბრობენ, თუმცა ერთადერთი რასაც ამბობენ არის ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში რაიმე სასიკეთო რეფორმა გაეტარებინა. მე არაფერს არ ველოდები ამ რეფორმიდან, თან 11 წლით უნდა გაწერო. არ იციან როგორ გააკეთონ, არ იციან, არავინ, არც მინისტრმა ხო საერთარაფერი არ იცის. და 5 მოადგილე რო ყავს, არც მათმა არავინ არ იციან. ეს ძალიან სპეციფიკური რეფორმა ჯანდაცვაში არ თავდება, ეს მუდმივი პროცესია. ისეთი რეფორმა იქნება, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ სახელმწიფო კლინიკებზე არ ვიძახის აკონტროლებენ, რასაც უნდა იმას აკეთებენ, ასევე კერძო კლინიკები მაქსიმალურად თავის კონტროლ ქვეშ მოახვედრონ. ვისაც არ მოწონთ, ისინი მაქსიმალურად უნდა დაჩაგრონ, შეავიწროვონ და არ გამოურიცხავ, რომ ზუსტად იგივე მივიღოთ, რასაც აპირებენ განათლების სისტემაში. ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა დაანონსა, შესაძლებელია იყოს განათლების დეფორმის გაგრძელება, რომელიც ირიბად ასევე გავლენას უკვე ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე, თუ კი ის განხორციელდება, ვინაიდან სამედიცინო კადრების განათლება უმნიშვნელოვანესი რგოლია მთელს ამ სისტემაში. ჩვენ 2022 წელს უკვე შემუშავებული გვაქვს სტრატეგია, ეს არის 22-30 წლების ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის ძალიან დიდი ძალისხმევით დაიწერა და მასში გაწერილია თითეული საკითხი, რომელიც ძალიან აწუხებს მათ შორის ჩვენს მოქალაქეებს, პაციენტებს, ექიმებს და დღევანდელ დღემდე მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ამის ვალდებულება, ჩვენ ვერ ვნახეთ გეგმის შესრულების ვერც ერთი ანგარიში. ოცნების პრემიერმა უკვე დაანონსა ის, რომ 2026 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა და ეს იქნება 11 წლიანი გეგმა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების გატარებას, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მეტი კონკრეტული ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, მხოლოდ მოვისმინეთ ანონსი მისი მხრიდან, თუმცა ექიმებს უკვე აქვთ პროგნოზები და მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეფორმა არ იქნება სასიკეთო, როგორც უკვე ვნახეთ ჩვენ არაერთი რეფორმა ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან და ვარაუდობენ, რომ ესეც იქნება მათ შორის რეპრესიულ მექანიზმად გამოყენებული.